მინდა გაგაცნოთ Microsoft-ის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო პროგრამა, რომლის დახმარებითაც იმედი მაქვს, რომ თქვენს გაკვეთილებს კიდევ უფრო მიმზიდველს, სახალისოსა და საინტერესოს გახდით. იმისათვის, რომ ამ პროგრამით მუშაობა შეგვეძლოს, შევდივართ ჩვენთვის ნაცნობ philnetwork.com-ზე. ვპოვლობთ რესურსების ჩანართს, ვაწყაპებთ მას და გადავდივართ უფასო ხელსაწყოების გვერდზე. მე უკვე ვიმყოფები ამ გვერდზე. მინდა შეგახსენოთ, რომ იმისთვის, რომ თქვენ შეგეძლოთ თავისუფლად გადმოწერა ყველა იმ პროგრამის და წვდომა ქონოთ ყველა იმ პროგრამაზე, რომელსაც გთავაზობთ თქვენ Microsoft-ი, ამ პორტალზე უნდა შეხვიდეთ დარეგისტრირებული მოხმარებლის სახელით. მაშასე, რაც თქვენ შეხვალთ თქვენი ანგარიშის სახელით ამ გვერდზე და ჩამოშლით ამ უფასო ხელსაწყოებს, პოვლობთ აი ამ პროგრამას, რომელსაც ქვია Record Voice and Pen, ანუ ხმის ჩაწერა და ფანქარი, კალამი. აჭერთ მას და გადადიხართ იმ გვერდზე, საიდანაც თქვენ შეგიძლიათ გადმოქაჩოთ თქვენს კომპიუტერში ეს პროგრამა და დაინსტალიროთ. აი ეს გვერდიც გაიხსნა, აი ამ აგურისფერი ჩანართის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ რომ გადმოწეროთ ეს თქვენთვის სასურველი პროგრამა და დაიწყოთ მასში მუშაობა. მე უკვე დაინსტალირებული მაქვს ეს პროგრამა ჩემს კომპიუტერში. ამიტომ მე ვეძებ მას დაინსტალირებულ პროგრამებში და ხსნი მას. აგერ არის ეს ჩემთვის სასურველი პროგრამა და ვხსნი მას. მოკლედ გამოდის ასეთი სამუშაო გვერდი. აქ მე შემიძლია რომ ვიმუშაო და მოვამზადო ნებისმიერი გაკვეთილი შემდეგი დღისთვის და მოკლედ საუკეთესო საშუალებაა ეს პროგრამა და დაგვეხმარება რომ შევქმნათ პერსონალური ინსტრუქციები, დავამატოთ ხმა, ან წინასწარ შერჩეული აუდიო ფაილი, ან სურათი, რეალურ რეჟიმში ანოტაცია და დავამატოთ ვიზუალური მასალა. ხმისა და ამ ფანქრის ჩანაწერი პროგრამა შექმნილია ვიდეო გაკვეთილების ან პრეზენტაციების შესაქმნელად. ის იწერს თქვენს ხმასა და თქვენი კალამით გაკეთებულ ჩანაწერს, შესაძლებელია სურათზე ანოტაციის დადება, ახსნისას და მისი გაზიარება როგორც MP3 4-ის ფორმატის ვიდეოსი. შემდეგ ამ შექმნილი ვიდეოს გაზიარება შესაძლებელია e-post-ით, YouTube-ზე ან Facebook-ში, ასევე შესაძლებელია მისი გამოყენება კლასში სწავლებისას. შეგიძლიათ რომ შექმნათ ხმიან ჩანაწერი, ან მხოლოდ დახატოთ, ან დაწეროთ რამე და ის ჩაიწეროთ. შესაძლებელია გაკვეთილზე ჯერ უხმო საბაზო ჩანაწერი შესთავაზოთ მოსწავლეებს, რათა მათ თავად სცადონ გარკვევა დავალებებში და შემდეგ უკვე ამ საბაზო ჩანაწერს ხმაც დავადოთ და ანოტაციის სახით მივცეთ ახსნა განმარტება მათ. ასევე შესაძლებელია, როდესაც ახალ ჩანაწერს ვაკეთებთ, მოვამზადოთ ჩასაწერი ეკრანი, შევუცვალოთ ფერი ფონს, ან ფონად დავადოთ რაიმე სურათი, რომლის ზომის შეცვლაც ასევე შესაძლებელია. მე მარტივად შემიძლია გაჩვენოთ ის შესაძლებლობები, რაც ამ პროგრამას აქვს. მაგალითად, მათემატიკის მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს ასეთ დავალებისთვის. მე არ ვარ მათემატიკის მასწავლებელი, ამიტომ ძალიან მარტივად შევეცდები რაღაც მაგალითად ასეთი დავალება უხმოდ ჩაუწეროს და ბავშვებს შესთავაზოს, რათა მათ თავად სცადონ ამის გაკეთება, თუ ვერ შესძლებენ, მერე უკვე ხმაც დაადოს ახსნა განმარტების სახით. მაგალითად, ასეთი დავალება შევთავაზოთ. და ასეთი მაგალითად რაღაც სინუს აქ
მაგალითად რაღაც y აქ x-ი ესეც დავუშვათ კოსინუსი მე შეიძლება რაღაც მეშლება ახლა, მაგრამ მოვყდით როგორც ჰუმანიტარს. მოკლედ ნებისმიერ საგნის მასწავლებელს შეუძლია რომ გამოიყენოს ეს პროგრამა მშვენივრად, რათა გაკვეთილი უფრო სახალისო გახადოს, მოსწავლეები უფრო აქტიურად ჩაერთნენ გაკვეთილებში და ყველა მოსწავლისათვის ინდივიდუალური დავალებად შეგვიძლია მოვამზადოთ. ეს ახლა შეგვიძლია წავშალოთ და დავუშვათ ქართულში გავაკეთოთ ასეთი დავალება რომელია სწორი ფორმა დავუშვათ როდესაც ზმნის ერთ-ერთ კატეგორიას თემას გავდივართ ვსვამ და მოსწავლეებს შევთავაზოთ გაარკვიონ და მოგცენ ამაზე სწორი პასუხი. აქ რა თქმა უნდა მე ბევრი რამ შემეძლო ჩამომეწერა, თუ მოსწავლემა გაართვის ამ დავალებას თავი რა თქმა უნდა ძალიან კარგი, თუ არა მე უკვე შემიძლია მე ჩაწერილი აუდიო პრეზენტაციის სახით ახსნე განმარტება შევთავაზო და სათანადო ნიმუშებიც ვაჩვენო მოსწავლეებს. ასევე შეუძლიათ ამ ნიშნით შეიძლება რომ მე შესწორება შევიტანო ნაწერში, ან მთლიანად წავშალო ეს, შემიძლია რომ მქონათ დავაყენო ნებისმიერი სურათი ჩემი კომპიუტერიდან და მასზე გავუკეთო აღნიშვნები, ეს ძალიან კარგია ხელოვნების გაკვეთილზე, დავუშვათ რაღაც ნიმუში მისცენ და აჩვენონ ასევე ხაზს გაკვეთილზე, ფიზიკის გაკვეთილზე, მოდელირების საშუალებით. მე ახლა ძალიან მარტივად ისევ გაჩვენებთ რაღაც სურათი, რომელიც ადემონსტრაციად გჭირდებათ და გავუკეთოთ წარწერები მაგალითად, რომ ეხლა ეს მე ვარ და რომ დავუშვათ ის მაგრამ რა თქმა უნდა ეს გაკვეთილზე სხვა სურათი იქნება და სხვა მინიშნებები ექნება.
იმედი მაქვს, რომ ძალიან საინტერესოდ გამოიყენებთ ამ პროგრამას და თქვენი სწავლების პროცესი უფრო სახალისო და საინტერესო გახდება. გისურვებთ წარმატებებს.